მშვიდობისა, ეთერშია ხანუმა. გადაცემა მათთვის, ვისაც აინტერესებს თუ როგორ იპოვნოს თავისი მეორე ნახევარი. მე ლელა ზორძუმია, ეკა კახიანი და ნინო ხომერიკის სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებით. დღეს ჩვენი მთავარი გმირის, ბაჩუკი ბახტაძის გულის მოგება სამი ქალბატონი შეეცდება. ლიკა ბითაროვა, მანანა ნარინდოშვილი და ეკა პერანიძე. ჩვენი გმირი კი მას ახლა ჩვენს გადაცემაში შეხვდება. ასე რომ შევეგებოთ მუსიკოსი და წერალი ბაჩუკი ბახტაძე. გამარჯობათ. მოგესალმებით. ხო, სანამ დავждები პირველ რიგში მოგართმევთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. არაჩვეულებრივია. უმეტესი მადლობა. დიდი მადლობა. აი ეს მომწონს მამაკაცი, როცა ყურადღებიანია. მანდილოსნის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენს. მე გახლავართ ბაჩუკი ბახტაძე, მუსიკოსი და მწერალი, ჩემი მეგობარი გია ბერიძე. ძალიან სასიამოვნო. მოდით ვნახოთ სიუჟეტი თქვენ შესახებ. ბაჩუკი ბახტაძე, მუსიკოსი და მწერალი. წელიწადში ერთხელ კრებულს იმდენი ლექსით გამოსცემს, რამდენი წელიც უსრულდება. დაოჯახებული არ ყოფილა. ბევრი ქალი დაიძუნა, მაგრამ მასაც ხშირად იწუნებდნენ. პრინცესებზე ოცნებობდა. ახლა ნახევარ პრინცესაზეც დანახვაა. აქვს იუმორი, მომავალ მეუღლებს ლექსებს მიუძღვნის. სიურპრიზები მისი ცხოვრების წესია. უცოლობას განიცდის. თვლის, რომ მასე ნახევარი ადამიანია. ორჯერ იყო შეყვარებული, მაგრამ ორივე სიყვარული სხვასთან გაუფრინდა. სიამონებით მოიყვანს ცოლად განათხოვარ და შვილიან ქალს. მისი აზრით უკეთესია, როცა გზა უკვე გაკვალულია. ცოლს დაფასებას და სიყვარულს ლექსით ჰპირდება. შენს ცხოვრებას ძვირფასო მხოლოდ გავალამაზებ. რატომ შეიშმოშნეთ? რამე არასწორი ინფორმაცია არის? არა, სიამოვნებით მოიყვანსო განათხოვარ. სიამოვნებით არა, მაგრამ თუ ისეთი ანგელოზია და რაღაც სასწაული როგორც მე მინდა, რა თქმა უნდა შეიძლება. კარგი, იმიტომ ჩვენთან ძირითადად ახალგაზრდები იძახიან, რომ არ გვინდა განათხოვარი ქალი და შვილიანი და ეს ძალიან სასიამოვნოა თქვენგან ამის მოსმენა. გამოცდილი ადამიანია და შესაბამისად ალბათ უფრო ესე ვთქვათ, ხონერად აფასებს ამ პრობლემას. არა, იცით რა, ნამდვილად არ ვგეგმავ ამას, რომ ეხლა მე შვილიანი. მაშინ შვილიშვილიანი უფრო ჯობია გასათხოვარს ვეძებ, რა თქმა უნდა. მაგრამ გამონაკლისი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თქვენ ანკეტაში წერდით, რომ ძალიან ბევრჯერ დაიწუნეთ, ხომ? აი ეს ყველაფერი ამის ბრალია, რომ არ მომიყვანია ამდენი ხანი. შემდეგ ერთ ლექსსაც წაგიკითხავთ, მანამდე სანამ აქამდე უნდა გადმომეცა და პარემ გადმოგცემთ მე ჩემს კრებულებს, 4-ვე კრებულს ასევე სახსურა შენგან. რომელიც ასაკს ასახავს თან პარალელურად. რა თქმა უნდა, ერთში 39 ლექსი, 39 ვიყავი, 40, 41, 42. პირველია გიტარის ჰანგებს გახვა, გაუხედნავი დრონი. შემდეგია იანვარივით სუფთავარ მარტივით გადარეული. შემდეგია რადგან ცხადში ვერ გიპოვე, უნდა გამოგიგონო, აი მანდილოსნებს მიუძღვენი, რომ ვერ ვიპოვე და ვიგონებ, მაგრამ ვერც გამოვიგონე. აი ახლა მოვედი აქ ვნახოთ, აბა როგორ იმდენივე ლექსია, რამდენი წლისაცაც გაქვს. რამდენი წლის კი. და ამაში მე არც სიცოცხლის, არც სიკვდილის არ მეშინია, ესეც 42. ცოტა სევდახობა შემოგება. მეტნაკლებად ეს თქვენ. და ეს ქალბატონი, რომელიც აქ ხატია, რატომ არ უკრაინულ დასაცმელს შეეჩაცმული? მოდით მაშინ არ დაივიწყოთ, რაც მკითხეთ. დიახ. და მანამდე წაგიკითხავთ თქვენდამი მოძღვნილ ლექსს. ტელეგადაცემა ხანუმას წამყვანებსა და ასევე, შემოქმედების ჯგუფს. ერთი რამე გითხრათ მინდა. რევანში ვერ ავიღე. წლები ისე გამიფრინდა, ვერაფერი გავიგე. მინდა დღეს რომ მოვილხინო. ჩემო გულო შიშველო, ლელა ეკა პირიქით მე თქვა, ვარსკვლავთ ნინო, იქნებ რამე მიშველოთ. სურს ვიხილო ვინმე გვერდზე. მოციმციმე ფერია. თუ არა და მომულელს ვეძებ. მეტი რა დამშენია. პირდებით რომ აუცილებლად დაგეხმარებით ბაჩუკი, აი ყველაფერს გავაკეთებთ რომ თქვენ კარგი, თან უნდა იყოს ჩვენ უკვე ვიცით გოგო თბილისელი, უნდა იყოს ცისფერთვალება, უნდა იყოს ქერა. ბოდიში. შანსია. აღარა გვაქვს, ავდგე წავიდეთ.
აჰა, ბოდიში ტანწერწედა დომები. ყველაფერი ზუსტად თქვით, რასაც მე ვფიქრობ. ცოტა სხვანაირი რო იყოს და ბუნებაც რო. მე მგონი უკრაინაში უნდა მონახოთ ესე. აი ახლა მე გაგცემთ პასუხს, ახლა რომ მაშინ ახლა არ დავიწყოთ რაც ვკითხეთ და ლელამ რაც მითხრა, ახლა რაც ვკითხა, იმ გავცემ პასუხს. აი ეს ის კრებული არის, რადგან ცხადში ვერ გიპოვე, ვერ უნდა გამოგიგონო და უკრაინელი გოგონა. ეს არის, აი ახლავე თან წამოვიყვანე. ой. აი ეს ის უკრაინელი გოგონაა. დავით გავგვერდით. ეს ოცნების ქალია. ასე გამოვიდა, მე არ მეგონა 1988 წელს წავედი ჯარში. მე მოიყვანეს ამდენი ხანი ძოლი ეთყობა. ქართელს არ გავს. არ გიცდიათ რომ გეტყვით ყველაფერს რატომ მაქვს ახლა ეს და შემდეგ გაგცემთ პასუხებს კიდევ. 1988 წელს წავედი ჯარში, მაშინ საბჭოთა არმია იყო და ბოლო ნაბიჯები მის და წამიყვანეს უკრაინაში. და უკრაინაში საახალწლოდ წაგვიყვანეს ფაიფურის ქარხანაში. და შემდეგ რა თქმა უნდა იქ გიტარით ვიყავი, პატარა კონცერტი ჩავატარეთ და გადმოგცეს მერე საჩუქრები. აი ერთ-ერთი საჩუქარი მომცეს ესმე. ანუ ეს იყო 24 წლის წინ. ქალბატონო ხომ მომცეს და იმის შემდეგ მაქვს სახლში. ანუ ლამის ყურადღებასაც არ ვაქცევდი არა, ისე კი იდო და თურმე რომ უყურებდი, აი ასეთი ამდაგვარი გოგონას ვეძებდი და ლამის არის უკრაინაში წავიდე რა. მე მგონი თუთოლშილო და გააჩუქეთ არჯობია რომ იქნებ რაღაცა ნაბიჯი გადადგა ცხოვრებაში. არა, ეს ნამდვილად ხელს არ ნიშლის. არ შეუშლია ხელი და ყველა ქალს მაგას ადარებთ. არა, ამის გარდა მე მგონი ლექსიც აქვს მიძღვნილი. არა, შეიძლება ოდნავ თლათ არ გავდეს, მაგრამ ამ სტილის რა ვქნა. სტილის ჩაცმულობით არა? არა, ფორმა არა, უკრაინული ეცმება თუ ხორუმის ფორმა ეცმება ახლა და აჭარული, ხო, თავარი არის აი აქაც ახლა ჯერ წაგეკითხავთ. რომელიც მიუძღვენი ფაიფურის გოგონას. ეს ქალბატონი რა გოროსკოპის არის? არ მეუბნება რა. მეცამეტე ფაქტორია ჰოროსკოპი. ხო, არ ვიცი, არ მეუბნება და არ ეს ვიცი. გველის ჭამელი, ხო? აი ეს ლექსი დავწერე, აი ამ კრებულში შევიდა და ანუ როგორც გითხარით, წინაყდაზე დაიდობინა ამ გოგონამ. სახელი არ აქვს უკაცრავად თქვენ გოგონა. სახელი ხო არ შეარქვით. აი ახლა იძულებული ვარ სახელიც მოვიფიქრო და ყველაფერი ცოტა ხანში. ფაიფურის გოგონა. ჩვენთან რატომ მოხვედით ამ გოგოსთან დაახლო მაგინდა. არა, იმიტომ მოგიყვანეთ რომ მიქნებ აი ასეთი აი ესეთი გოგო ვიპოვოთ სადმე. სიტყვებით რომ არ აღმეწერა, აღწერილიც მაქვს, აი ფიზიკურად აღერ არის. ასე და რას მეტყვის ახლა კიდე რაც ჩამიჩურჩულებს არ ვიცი ხურში რა იქნება. ფაიფურის გოგონა წარუმძღვარე ასეთი რამ. ჩანს რომ ყოფას კენტად ვტოვებ. არ ვიცი რა ვიღონო. რადგან ცხადში ვერ გიპოვე, უნდა გამოგიგონო. და შემდეგ. აღარა მაქვს ზალა ფიქრის, სადმე გნახო იქნება. თუნდაც იყო კერამიკის, ფაიფურის ქმნილება. ვხედავ სახეს, ფეხებს, თეძოს, მინდა რაღაც ვიღონო. სურს თიხისგან გამოგძერწო, თუნდაც გამოგიგონო. ვფიქრობდი და უცებ წვიმა გაქრა მზემ გამაოგნა. ვიტრინიდან გამიღიმა ფაიფურის გოგონამ. აიწია თითქოს ფარდა, მის წინ სახტად გავჩერდი. 20 წელი სახლში მყავდა და მე ვერც კი ვამჩნევდი. ოხ განგება ეს რა იყო, ნეტავ სიომ დაბეროს, ნეტავ ეხლა ღმერთი ვიყო, შენ რომ სული შთაგბერო. სურს მზისა და მთვარის დარო, შემეწიოს ცხონება. შენნაირთან გავატარო დარჩენილი ცხოვრება, მაგრამ რა ვქნა, წყდება გული. სევდა მაწევს მაგარი, სამწუხაროდ ფაიფურის უსულო ხარ საგანი. აი ასე. ეს აქ და თქვენ ცხოვრების მანძილზე ანკეტაში წერია რომ თქვენ ორჯერ გიყვარდათ და სამწუხაროდ ორივეჯერ დაკარგეთ ეს სიყვარული. ორჯერ ალბათ სამჯერ. ხო, იმიტომ 53 წლისა ვარ და რაღაც ყოველ 8 წელში თუ 9 წელში ერთხელ მოდიოდა. სახადივით. ბატონების ამბავი. იქნებ და მე ვიხდიდი ძალიან კარგად ამ სახადებს. და რატო გაფრინდნენ? თქვენ ცხოვრებიდან. რა ვიცი, ალბათ არა ეწყო და პრინცესებს ეძებთ. არა, ეძებდით. ეხლა ნახევარ პრინცესაზეც თანახმა ყოფილიყართ, ხო? ხო, იმიტომ მაგრამ მაინც პრინცესაა, ხო? ხო, მაინც პრინცესა. იქ წერ პოლუ პრინცესა, ნახევარი, ხო. კი, მაგრამ მაინც აი ესე წუნია ვარ და დავჭი, ანუ მე კიდე ესეთი წუნია ხარ. სამწუხაროდ და აი მე 93, 14, 15 წლებში მქონდა გასართობის შოუები. შეიძლება გემახსოვროთ ჩემი ბაჩუგი ბახტაძის
გასართობი მუსიკალური იუმორისტული გასართობის შორის იმ წლებში ძალიან ისე იყო. ხო, ტელევიზიითაც გადაიცემოდა ხანდახან და რომ ხვდებიან ხოლმე ყველას უკვირს. რომ შენო აი ესეთ ურთიერთობებში, ნუ იმდენი მანდილოსთან ტრიალებდა ირგვლივ ყოველთვის და მაგრამ ბედია ალბათ. და თქვენს გიწუნებდნენ თურმე, ხო? არა, ეხლა იმასაც ვეტყვი, რა თქმა უნდა, ვიტყვი რომ მომწონებია მე და რა თქმა უნდა, ყოფილა რომ არ მომწონებივარ. ნუ ჩვეულებრივია, არ მესიამოვნა, სასიამოვნო არ იყო, მაგრამ ნუ ცხოვრება ასეთი რა. პირიქით იყო მომწონებივარ და მე არ მომწონებია. აი, რამდენჯერაც იყო ეს 2-3 მეთქი, ხო? ნუ არა ეწყო რა, არა ეწყო და დალევა გავაგზელე მე. და ეროვნებას აქვს მნიშვნელობა თქვენთვის? ნუ ეხლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ პირველ რიგში რა თქმა უნდა გია შენს დამეხმარე ხანდახან. აქაური თბილისელიც, მაგრამ ასაკი რა ვიცი, ხა ისე არ გამომივიდეს, რაც ახალგაზრდა უფრო კარგიაო. ხო, მაგრამ ჩემი წლოვანებიდან გამომდინარე, ეხლა შემეფერება გასაგები 35 ცოტა მეტი, მაგრამ ეხლა 30-ზეც უარს არ ვიტყოდი. კიდევ ქვემოთაც რო იყოს, უარს არ ვიტყვი ნამდვილად. და თქვენი მეგობარი რა სამ? ჩემზე მეგობარის აზრი მაინტერესებს ამას და ხო, რამე ისეთი არ თქვა. არაფერი. რა რომანტიკოსია ძალიან. სურპრიზები უყვარს ძალიან. გამიჯერებთ ვერ მოუძებნეთ ერთ ისეთი ქალბატონი. ძალიან უჭირს შორის ურთიერთობის შეწყვეტა და ეს. ახლა ამბობს რა ძალიან ადვილად გადავიტანე. ხო, დაწყება ძალიან ვერ ბედავს. ანუ აი ესეთი აქტიური ხალი გჭირდებათ, რომელიც პირდაპირ შეტევაზე გადმოდის და გეტყვით რომ აი მე მოვედი და ეს ზუსტად იმ გადაცემაში ახლა რაც ამისთვის საჭიროა რა. თორემ მთელი სამეგრობო სანათესაო და ასე შემდეგ. მე მელოდებოდი შენამდე. ამჟამად, მაგრამ ისეთი შეტევა არ უნდა იყოს გადამთელოს, ისე არ უნდა იყოს შეტევაზე წამოვიდეს, რომ ისეთი შემტევი რაც მინდა თუ მომერია და გადამთელო. მოგწონთ აქტიური ხალები? ზომიერად ეხლა ხალია და ზომიერად უნდა იყოს აქტიური და გადამეტებული ხო იცით არაფერი არ არის. გადამეტებული არაფერი არ ვარ. თქვენ სამი პაემანი გელოდება და მე ვფიქრობ რომ აი ეს პირველი კანდიდატი სწორედ ესეთი ქალბატონია. ლიკა ბითაროვა და მე მინდა რომ მას თხოვო სტუდიაში. აი ეს ჩემი 4 კრებული. საჩუქრად. სასიამოვნოა ჩვენი კაცნობა. ასევე. კი ბატონო, გამარჯობათ. გამარჯობათ. როგორ გიგითხოთ? კარგად, თქვენ როგორ ძანდებით? კარგად, მადლობთ. გაგვაცანით თქვენი მეგობარი. ნატალია კიკაბიძე. ძალიან სასიამოვნოა. მოდით ნახოთ სიუჟეტი თქვენ შესახებ და მე ვისაუბროთ. კი ბატონო. ლიკა ბითაროვა, სტილისტი, წარმოშობით ოსი, ცხოვრობს გორში, გათხოვილი არ ყოფილა. ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთხელ უყვარდა მე-9 კლასში. ამბობს, რომ მას შემდეგ რაინდი აღარ შეხვედრია. ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ მის გულს არავინ გაჰგარებია. იყო შემთხვევა, როცა ბიჭი მტვრიანი ფეხსაცმლის გამოც კი დაიწუნა. ახლა ნანობს, რომ შვილი არ გააჩინა. ქართველ და ოს მამაკაცებს შორის განსხვავებას ვერ ხედავს, მაგრამ გორელ და გურულ კაცებს შორის მისი აზრი დიდი განსხვავებაა. ამბობს, რომ გურულზე სიამოვნებით გათხოვდებოდა. უყვარს დიასახლისობა, სტუმრები, დროსტარება, ცეკვა. თulis რომ ოჯახის შექმნა გვიანი არც ახლაა. მის ჰოროსკოპშიც თურმე წერია, რომ პირად ცხოვრებაში ასაკში გაუმართლებს. ახალგაზრდობაში არ უმართლებს, სტაროსტიპა ვიზიოთ სიბერეში გაუმართლებს. რამე არ დაგეთანხმებით, თქვენ მანამდე შეიძლება გაგმართლებოდათ, მინდა გითხრათ, არა მხოლოდ ასაკში. მაგრამ თქვენს კარგი წუნია ქალბატონი ბრძანდებით ისე, რა დასამალია. სხვათა შორის ძალიან კარგი ჰოროსკოპი, საკმაოდ ჯიუტი ქალბატონიც უნდა იყოთ, სასიყვარულო ურთიერთობაში საკმაოდ ცეცხლოვანიც უნდა იყოთ და ხისტი ხასიათიც უნდა გქონდეთ. და მე ვიტყოდი, რომ ბევრი შანსი გაქვთ დაკარგული ცხოვრებაში, არაერთი. კი. ლიკამ ანკეტაში დაწერა თავისი ერთ-ერთი სიყვარულის შესახებ, წერილს დაუგვიანია და მე სამწუხაროდ ეს ადამიანი საერთოდ გაქრა მისი ცხოვრებიდან, მაგრამ მე გიპოვნია თქვენ ეს ადამიანი. დავკარგნო ეს პიროვნება, წერილის გამო დაგვიანებით მოვიდა წერილი.
საერთოდ დაიკარგა. და ამდენი წლის განმავლობაში სულ ვეძებდი, ჟდიმინაშიც დავწერე, ბევრ გაზეთში, პრესაშიც დავწერე. ეს პირველი სიყვარული იყო. პირველი სიყვარული. მე 9 კლასში ვიყავი. რამდენი წლის იყავით მაშინ? 16. ძალიან კარგი პიროვნება და ამ 1 წლის წინ ადნეკლასნიკებით ვიპოვე თვითონ არა, თავის ნათესავი, თავის მოყვარი და ტელეფონის ნომერი მომწერა. და ფიცავარ ყველაფერს, აი ესეთი ბედნიერი არასოდეს არ ვიყავი. განა იმიტომ რომ სიტყვაზე აი ეს კაცი ვიპოვე, არა, აი ეს პიროვნება რომელიც აი ჩემ ბავშვობას იმენად ვიყვარდათ რომ მთელი ცხოვრება სულ გაწუხებდათ ის რომ ეს ადამიანი ესე დაკარგეთ. რომ დავრეკე, მეგონა რომ არ ვიხსომებოდი, მაგრამ აუხსენ ვიმძანდებით და მეთქი ჩემი სახელის ლიანათ მიცნობდა და მეთქი იალიანა კაკაა რომელი ხარო და მეოთხარი 100 წინკა ისა 20 გორიდან და კაც ხმა გაუშეშდა ტელეფონში ხო და ცოლი ყავს შვილები ორი შვილი ყავს ეხლა მოსკოვშია სამხრეთ დიდ თანამდებობაზეა ვან აკრუჟნოის სუდია ძალიან კაი პიროვნება გადასარევი ხო არ შეხვდით ვერ შევხვდი ვერც მაგრამ მაინც კმაყოფილი ხართ რომ ეს ადამიანი ძალიან ბედნიერი ვარ და ახლა ბედის წერის მჯერას გათხოვილი არათოს არ ყოფილი ხართ ხო და იქნება აი ეს სიყვარული იყო მიზეზი იმის რომ თქვენ აღარ გათხოვდით ალბათ ვერ ვიპოვე მასეთი ადამიანი ვინც დაგავიწყებდათ ამ ადამიანს კი ეხლა გაქვთ იმედი რომ შეხვდებით ესეთ ადამიანს შესაძლებელია ვცდილობ რატომ ბედის მონახევრია ცხოვრებაში ლამაზი ქალბატონია ვარსკვლავები რა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქალების ჰოროსკოპში ეს არ უნდა იყოს ასე რომ ვთქვათ ვინეცბის ბრაჩია ანუ გაუთხოვრობის ასე ვთქვათ ასპექტი ეს ქალბატონი ლიკას ჰოროსკოპში ნამდვილად არ არის მინდა გითხრათ კი ასე რომ უბრალოდ იცით რა მე მგონია რომ თქვენ უფრო გაიდეალიზირეთ ის ადამიანი ვინც თქვენს წარსულში არსებობდა იმიტომ რომ ის რაღაცა სხვა სიყვარულია სხვა გრძნობაა ხო მასეთ ასაკში როდესაც მოდის მე იკარგება უმისამართოდ ეს გრძნობა ანუ არარეალიზებული სიყვარული არ რეალიზებულია არ არის დამთავრებული და ასე რომ ერთგვარი მსხვერპლი ვართ მე ამ გრძნობის როდესაც ეთყობა ჟინის კლავდა რომ რაც მიუწვდომელია ის უფრო გინდა რაღაცა უფრო მეტი სურვილი გებადება იმისი რომ თავრე გჯეროდეთ რომ ის მოვა აუცილებლად თქვენ რას ფიქრობთ აი ახლა ფაიფურის გოგონამ მითხრა კი ანიშნა რომ ისე ყვებაო იმ ადამიანზე ისეთი ემოციებით აი ისეთი ემოციები იყო რომ მე მგონია კიდევ უყვარს ჩემსკენ ხო ნაკლებად უფრო ბავშვი როგორ გითხრათ ახლა რომ დარჩენილი გაქვთ ძალიან ის სიყვარული კიდევ რაღაც გულის კულტურაში ალბათ და მე აგიხსნით ეს სიყვარული დარჩენილი სიყვარული არ არის ეს არის წარსულში ეს სიყვარული წარსულში დარჩა ეს ამჟამად სიყვარული ეს უკვე მოგონებაა ტკბილი მოგონებაა თქვენ ხომ ვიცით ლამაზი სათხი გრძელოს სუფრასთან რომ ვზივართ რომ ჩვენ ტკბილ მოგონებებს გავმარჯოს კი მაგრამ ისეთი ემოციებით ყვებოდით რა თქმა უნდა თუ კი ლამაზი სიყვარული იყო წარსულში აწმოში რატომ უნდა ისაუბრო აი მისი რეაქციის გარეშე რატომ უნდა როცა ლამაზი იყო როცა კარგად გახსენდება ეს ყველაფერი ესეთი სიყვარული არ ქონია არა ახლა იცით რა არის აი რა სიამოვნებით გახსენდებათ ახლა მიუხედავად იმისა რომ ის წარსულია ნუ ახლა მე ის სიამოვნებით არ მახსენდება დაუშვათ რომ არ შედგა ბოლომდე და ხო მაგრამ სანამ იქამდე მივიდა ნუ არ იყო ეთყობა ესეთი დიდი გრძნობა და არა მე მგონი რომ უფრო იყო ეგა ხო მაგრამ ისეთ მე როგორ ეს დაბაჭდილება მჩება ახლა როგორც ლიკა ესე ვთქვათ ეძებდა და უყვარდა რეალური ადამიანი თქვენ ესე გიყვართ აი ეს ფაიფურის ქალბატონი და მე ვფიქრობ რომ ზუსტად იგივე განცდები გაქვთ თქვენც უბრალოდ ეს ქალბატონი ახლა თქვენთან არის და ვფიქრობ რომ ძალიან ბევრ რამეში ხელს გიშლით კი ეს იმიტომ ხო არ გიყვართ რომ ამან არ შეიძლება რომ ტკივილი მოგაყენოთ არა მე არ მიყვარს არ შემყარებია იმიტომ ხო არ გაიდეალიზირეთ ეს ფაიფურის არა იცით რა უბრალოდ მე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია სახლში 20 წელი იდო არ მიმიქცევია და შემდეგ მივხვდი აი თან ლექსსაც წერას მივხვდი
მივხვდი ვის ვეძებ ამდენი ხანი. ლექსად გაგცემთ პასუხს. როგორც ზეციურ ღვთიურ ზმანებას, მოცეკვავის ან სპორტსმენის ტანის გოგოს ქერას და ცისფერთვალებას. ყველას გაფიცებთ, გატეხეთ ნავსი, კლავინდებურად, ნუ იგვიანებთ. და თუ ვინმე ხართ ასეთის მსგავსი, აუცილებლად შემეხმიანეთ. სიტყვები მოდის მხოლოდ გულიდან. ჩანხარ ბურუსში, როგორც ზმანება, სუსტი, მაღალი, მხიარული და ლამაზი ქერა ცისფერთვალები. ხოდა უბრალოდ ამას ხელი არ შეუშლია. ბატონო? ხო შეიძლება რომ ვერ ნახოთ ეგეთი ადამიანის ცხოვრებაში და ამის გამო ეს იმის მარტო დავჩე. როგორცაც ეძებ თუ ისეთი ვერ ნახე, ჯობია დარჩი ასე. ლიკა. ჩემო კარგო. კი. ვიცით რომ გაქვთ სიურპრიზი. კი ბატონო, ძალიან მოკრძალებულია, როგორც ჩემ ასაკში ეფერება. ეხლა მოგართმევთ. აი ძალიან სასიამოვნო იქნება. ნახე როგორი პუტკუნა, ფერხორციანი. ისე შეეფერება რაღაც მომენტში რო ვთქვა. მინდა რომ ჩემი როცა გახსნით ჩემი სადღეგრძელო და ჩვენი ლამაზი ქალბატონები სადღეგრძელო ეს ღვინოა? კი. როდესაც ვსვავდი, უფრო გამიხარდებოდა, მაგრამ ეხლა ძალიან სასიხარულოა. ერთი თხოვნა მექნება თუ შეიძლება, ერთი ლამაზი ლექსი რო წამეკითხოთ ეხლა, აი ესე რომ რაც ჩემ გულს აი ნაუცბად იქედან ავიღებ ზეპირად ნაკლებად მახსოვს ბოლომდე და ერთი წამით მაშინ და ამას დავდებ და წავიკითხოთ. დავძანდით. ლიკა დავძანდით და? კი. უცებ ისევ თეთრგვემან მანდილოსანზეა, მაგრამ თქვენ თეთრგვემანი ხავთ. კი ბატონო. ერთ მანდილოსანს მიუძღვენეს. არა, საერთოდ მიძღვნილია, მაგრამ იგივეს ძალიან დიდი ბოდიშით, მაგრამ სტატუეტკაზე ვიეჭვიანო, იმ ვიზეც დაწერდი, მასზე ვიეჭვიანო, უკვე ვეღარ ვიგებ. არაფერზე არ ეჭვიანო. კარგით. არაფერზე. ეჭვები არ შეიძლება საერთოდ. მოდუნდით და ეჭვიანო და დაავადებაა და შეიძლება. არა, ეს რა ვთქვი, რომ მიძღვნილი მაქვს და ასე რომ იგივეს წაგიკითხავდით ეს თქვენ სიმართლე ვთქვი. მშვენიერი ქალი. პარალელების მინდა გავლება. საოცრებაა ბუნების ძალის. მაღალი, ქერა, ცისფერთვალება, მშვენიერი და ლამაზი ქალი. თითქოს აზრები მიქრიან ცამდე. აღუწერელი ჩანს მართლაც ენით. როცა სახეზე ღიმილი დასდებს და საქმიანი იერი შვენის. შვენის ასევე ვიტყვი ამჯერად, როგორც ვარც არ წევს სიო და ქარი, თავისებური ქცევის მანერა, სიტყვის გამოთქმა და საუბარი. სხვა რა ვთქვა კიდევ, არ ვარ თავნება. წვერვალი არის მთის მიუვალი, მაღალი, ქერა, ცისფერთვალება, მშვენიერი და ლამაზი ქალი. ბრავო. ლიკა, ძალიან დიდი მადლობა, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. გთხოვთ ცოტა ხნით მივძანდეთ შეხვედრების ოთახში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მშვენიერი ქალბატონია, მე ძალიან მომხიბლა ლიკა. არა, ჯერჯერობით შეფასებებს არ ვამბობ. ნამდვილად აი ეს ლექსი კი ბატონო, მაშინ ბოლოში გავაკეთოთ ჩვენ შეფასებას. ასე ჯობია. თქვენ მეორე პაემანი გელოდებათ, მაგრამ სანამ ჩვენ სტუდიაში ვთხოვთ მეორე კანდიდატს, რეკლამა იმედის არის. ჩვენ დავბრუნდით, ეთერშია ხანუმა. ჩვენს ჩაცმულობაზე იზრუნა მოდელების ახმათიკო და ნინო და ბუწიკმა მოსაშვილი სამი. მაგრამ მე მინდა თქვენ ყურადღება გაამახვილოთ აი ულამაზეს სამკაულებზე, რომელიც მე ახლა მკერდს მიმშვენებს, აი ეს გულსაბნევი ბეჭედი. ეკას ულამაზესი ბეჭედი, ეს სპეციალურად ჩვენთვის დაამზადა თორნიკე ჯგერნაიამ და ზურა დოლაბერიძემ, ეს გახლავთ საიუველირო კომპანია თორი და ეს სპეციალურად შეიქმნა ჩვენთვის. მე აღფრთოვანებული ვარ ამ ადამიანის აი ესეთი საოცარი ნამუშევრით. მე მინდა რომ კარგად უნიჭიერესი ახალგაზრდები არიან, თან საოცრად ძალიან მოკლე დროში გააკეთეს ეს და დიდი მადლობა მათ ესეთი საჩუქრეისთვის და ესეთი ნიჭიერებისთვის. ეხლა კი მოდით მოვიწიოთ ჩვენი მეორე კანდიდატი სტუდიაში, ეს გახლავთ მანანა ნარინდოშვილი. გთხოვთ მანანა სტუდიაში. ხელისუფლებული და ჩემი კრებულები ასევე. დიდი მადლობა. მოგესალმებით მანანა. გამარჯობათ.
მე გახლავართ მანანა ნარინდოშვილი, მოვედით ჩემს მეგობარ ნინო მალანიასთან ერთად. ძალიან კარგი, მოდით ნახოთ სიუჟეტი თქვენ შესახებ. მანანა ნარინდოშვილი სწავლობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტზე. დაამთავრა მაგისტრატურა. მუშაობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში. აქვს საკუთარი ბიზნესი, პატარა მაღაზია. დაწერილი აქვს საკუთარი ცხოვრების ბიზნეს გეგმა, რომელიც მისი ცხოვრების ბოლომდეა გაწერილი. ბიზნეს გეგმის ერთი ეტაპი უკვე განვლო. ახლა დარჩა ოჯახი, 5 შვილის გაჩენა, ბინის შეძენა ნიუ-იორკში. ყოველი წლის ბოლოს შესრულებულ პუნქტებს ჯვრებით ხაზავს. ამ გეგმაში რისკებიც არის გათვალისწინებული. მაგალითად ღმერთის ნება. აქვს ოცნება საყვარელ ადამიანთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრება. ამბობს, რომ ერთი ნახვით ბიჭს ვერ შეიყვარებს, მაგრამ ნიუ-იორკი ფოტოებით ერთი ნახვით შეუყვარდა. უყვარს მათემატიკა, ალგებრა, გეომეტრია, ფიზიკა, ფორმულები და ამოცანები. სულს გამოიგონოს სიყვარულის ფორმულა. რამდენი ჯვარი გაქვთ უკვე ფურცელზე? დავხედოთ ხუთი. და რამდენად რეალურად გეჩვენებათ ამ გეგმის განხორციელება და ეს ცხოვრება გეგმა? როდის დაიწყეთ ამ გეგმის ეს გეგმა დავიწყე ანუ მადამდე სანამ ჩავაბარებდი უნივერსიტეტში. ანუ მქონდა ოცნება ჩამებარებინა უნივერსიტეტში, გამეგრძელებინა სწავლა და აქედან გამომდინარე შემდეგ ანუ ბევრი ოცნება მქონდა ასევე და გადავწყვიტე დამეწერა ასე ვთქვათ პუნქტებად ეს ყველაფერი და შემდეგ თითოეული წლის გასვლის შემდეგ, ანუ რომელსაც განვახორციელებდი, რომელ გეგმასაც ეს აღმოჩნდა. ბევრი გეგმა შეგისრულდათ? ამ ეტაპზე მხოლოდ 3. ამიტომ და რამდენი იყო? ეს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ კი, მაქვს. არა, მეჩნდათ ნივრედნა, მაგრამ ცხოვრება ისე მიდის. მეჩნდათ ცოტა რაღაცა სხვა რამეა და ხო, მაგრამ ესა გეგმავს ცხოვრებას, ღმერთისზე წინ ფიქრობს და გეგმავს, ეგრე არ შეიძლება. არის გეგმა, არის პუნქტები, შემდეგ არის ასევე ქვეპუნქტებიც. და აქედან მარტო 3 შესრულდა. ამ ეტაპზე მხოლოდ 3, დიახ. და იქნებ საერთოდ მოაციოთ ეს გეგმა. ეს უბრალოდ მეხმარება იმის გაგებაში, ანუ თუ რამდენად წარმატებულად ასე ვთქვათ, დავგეგმე მე ჩემი ცხოვრება, ანუ ცოტა ზომბირებული ხომ არ არის ეს რაღაცა, ეს დაგეგმილი დაპროგრამებული ცხოვრება რაღაცა. არა, იცით რა არის, ეს ანუ თვითონ ცხოვრებას არ ეხება, ეს არის უბრალოდ მიზნები, ანუ ცხოვრებას ეხება ეს. არა, ცხოვრებას ეხება, მაგრამ ეს არის მიზნები, ანუ მე რა მიზანი მაქვს ამ ცხოვრებაში და რა უნდა გავაკეთო, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემი ცხოვრების. ანუ როგორც დღის განრიგია ისე დაწერეთ დღის განრიგი, დიახ. და ყველა აუცილებლად უნდა ასრულდეს და შეიძლება რომ რომელიმე სპორტი არ ვამბობ, ანუ ყველა აუცილებლად უნდა შესრულდეს. უბრალოდ რა თქმა უნდა უმჯობესია, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ოცნება და შეგიძლია ხა ნიუ-იორკში ბინის ყიდვა და იქ ცხოვრება. ანუ იცით რა არის ამ ეტაპზე არარეალურია გეთანხმებით, თუმცა მაქვს ანუ პატარა ოცნებასავით. ანუ არის ოცნება შედის ეს. ოცნება არის, ანუ ფაქტობრივად ეს ყველაფერი ოცნება არის, იმიტომ რომ ვერ ვიტყვით ანუ წინასწარ ხო, რამდენად ყველაფერი გამართლდება და შესრულდა და გეგმის გამო შეგიძლიათ სიყვარულზე უარი თქვათ? ესეც არის, თანმიმდევრობით არ არის ეს ყველაფერი. პრინცი და თქვენ თქვათ რომ არა, შენ გეგმაში არ ახარ და წადი აქ. არა, მასე არ არის, იცით როგორ არის, ანუ შეიძლება გამოვიდეს, გამოფრინდეს, ასე როგორც თქვენ თქვით პრინცი, მაგრამ გადაიდოს სხვა გეგმა, თქვათ, სხვა ეტაპზე გადავიდეს, მაგრამ არა ისე რომ არ შესრულდეს. ანუ ესე იგი შეიძლება ადგილიც დადგეს თქვენ ცხოვრებაში, რომ იყოს აქეთ ადამიანი, ვინცთანაც გექნებათ რეალური სიყვარული, ოჯახი, შვილები და ასე შემდეგ და იყოს მეორე მამაკაცი, რომელიც გეტყვის, რომ საყვარელო, მე მაქვს ბიზნეს გეგმა რაც გააქვს, ყველა პუნქტს შევასრულებ. ოღონდ იქ სიყვარული ნაკლები იქნება, რომელს აირჩევთ? სადაც სიყვარული მეტი იქნება, რა თქმა უნდა. რაღაც ეტაპზე გადააგდებთ მაგ გეგმას. მაგრამ მე ვფიქრობ, გადავხაზავ, მაგრამ ამ ვიცით, მე საერთოდ ვფიქრობ, თუ ადამიანს უყვარხარ, ხო, ანუ ის არასოდეს არ გეტყვის შენს გეგმებზე უარს, მით უმეტეს თუ ის არის. შესაძლებლობა არ არის ამისი. არა, შესაძლებლობა მე ფაქტიურად არ ვთხოვ არავის, რომ ანუ სხვამ განახორციელოს, ანუ ეს არის ჩემი გეგმა და ეს ჩემი გასაკეთებელია და არა თქვა, თუნდაც იგივე ჩემი მეუღლის. და ბაჩუკი რა სიტყვის აი ამ დაგეგმილ ესე თქვა. მე
ძალიან მომწონს და სიამოვნებს, როდესაც მანდილოსანს გეგმა აქვს. ანუ ვერ ვიტან იმას, რომ ქალს წარმოიდგენენ მხოლოდ სამზარეულოში და ასე შემდეგ და ბავშვების მხოლოდ აღმზრდელად და მეტი არაფერი. პირიქით ის ადამიანი, ის მანდილოსანი, ვინც ალბათ თუ იქნება ჩემს გვერდით ოდესმე არ ვიცი და ასეთი რაღაც იდეები ექნება, მე პირიქით გვერდით დაუდგები და ყველანაირად. თქვენ მოგწონთ ეს, როდესაც ქალბატონი? არა, იცი რა, როგორ შეიძლება ახლა მე ჩემი თავი წარმომიდგენია, ქალი ვიყო და ქმარმა მითხრას სამზარეულოში იყავი და რეცხევ რაღაცები, მარტო არა. საოჯახო საქმე არა, ისე. წარმომიდგენია ჩემი თავით საზღვრავ, რომ რაც მე არ მესიამოვნებოდა, არა, რომ ვიყო ქალი, იმას მე არ უსურვებდი. აბსოლუტურად მართალია. ამიტომ ვამბობ მე ამას პირიქით, სასიამოვნოა და რაღაც გადამეტებული იდეები არ უნდა კონდეს, მაგრამ რაც აქვს და თან მე დავინახავ შეუძლია ის, ხო? გვერდით დაუდგები და შეიძლება რაც შემეძლება ავასრულებიო კიდეც, ხო? ბატონო, მეცაც გეტყვით, მანანას დაყენება სამზარეულოში ცოტა რთული თემა იქნება ესე ყველაფრის გარეშე, იმიტომ რომ მორიელია. არა, ზოგადად თქვი ეს, ზოგადად. მორიელები საკმაოდ ისეთი ექსტრემალური და ძლიერი ქალბატონები არიან, რომელსაც კი აქვთ გარკვეული გეგმები ცხოვრებაში და ნუ ასე ვთქვათ, კი გეგმის მიხედვით ასე ვთქვათ ცხოვრობენ. თუმცა თქვენი ჰოროსკოპიდან გამომდინარე ცოტა ზედაპირულობაც გახასიათებთ ხოლმე რაღაცეებში, იმიტომ რომ ინდივიდუალური თქვენი ნიშანი არის ტყუპები და ანუ აქ უფრო სურვილები მოდის ხშირ შემთხვევაში და ანუ საფუძველი არა აქვს პერიოდულად ამ სურვილებს. ამიტომაც თუ კი ჩვენ ძალიან ზემოთ არ ვფრინდები და მიწასთან ახლოს ვიფრენთ, დამერწმუნეთ, ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს ცხოვრებაში. თქვენ ახსენეთ, რომ არის ზედაპირული, ანუ უფრო ოცნების მხრივ ანუ წასული, ეს ჩემი ასე ვთქვათ გეგმა. არასოდეს ცხოვრებაში არ მქონია ისეთი გეგმა, რაც იქნებოდა განუხორციელებელი. ანუ ყოველთვის ვარ რეალისტი. რეალური ოცნება. კი, რეალური მქონდა, ანუ მქონდა სწავლა, რაც რეალური არის. მინდა შევქმნა ოჯახი, რაც რეალურია. პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი გაქვთ მაქსიმუმი, კი. და რაც თქვენ ახსენეთ, რომ არის სამზარეულოში, ანუ ნაკლებად, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარს სამზარეულოც, მართალია, ანუ არ მეხერხება, იმიტომ რომ ამ ეტაპზე არასოდეს არ დამჭირვებია, ასე ვთქვათ, და ანუ მაგიტომ აქედან გამომდინარე, ამ მქონია შეხება. მაგრამ მე ვახსენე არა ის, რომ თქვენ ხართ სამზარეულოში, არამედ ძალიან რთულია მისი სამზარეულოში მხოლოდ დასმა, თქო, ეს. მხოლოდ სამზარეულოში კი. მე მაინტერესებს აი თქვენს მეგობარს კითხო. აი რას გვეტყვით ბაჩუკის? აი ამ შემთხვევაში რამდენად შეეფერებიან ისინი ერთმანეთს? არ ვიცი, თუ მანჩესტერის მისაღებია, ჩემთვის რა თქმა უნდა მისაღები იქნება, იმიტომ რომ ვითვალისწინებ მეგობრის აზრს და პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. მე მგონი რომ ძალიან რომანტიკული და კარგი ადამიანი არის. და რა ფიქრობს მანჩო? მე მყავდა ანუ შეყარებული, რომელიც იყო ჩემი ასაკის, თუმცა ჩვენი შეხედულებები იყო რადიკალურად განსხვავებული. აქედან გამომდინარე, ანუ ვერ მოხდა ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება, ანუ იყო კიდევ რაღაც სხვა პრობლემებიც. და მე საერთოდ ვთვლი, რომ ალბათ ასაკს არც თუ ისე დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ნუ რასაკვირველია, ძალიან დიდი ზღვარიც, ანუ სხვაობა ასაკობრივი არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ისი არ არის ცხოვრება აწყობილი, ანუ რაღაცას თმობ, მაგრამ რაც შეიძლება დათმობ. რა თქმა უნდა. და ამითაც არ განისაზღვრება თუ ერთი თაობის ადამიანები არიან ქალი და კაცი, ამიტომ გაუგებენ აუცილებლად ერთმანეთს. არა, მე ამიტომ ხშირად მაგალითად. ხშირად კიდე 15 წლის სხვაობა როა, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, მაგრამ მაინც ისინი უგებენ მეტიც გამიგია, ნუ არ არის ეს რა თქმა უნდა. თლად რო თქვა მისაღები, მაგრამ ბედი არის ასეთი და ძალიან კარგად ცხოვრობენ, ასე რომ ასაკს დიდი მნიშვნელობა ამ მხრივ არ აქვს. ნაწილობრივ ეთანხმები. ხო, იცით რა, ვერ დაგეგმავ ამას. ხო, როდესაც გზნობა არის, იქ უკვე აბსოლუტურად ყველაფერი ფერფთავდება, ის ასაკიც ფერფთავდება და ძალიან ბევრი რამ ფერფთავდება ამ შემთხვევაში, როდესაც გულია და ზართულია ამის გაკონტროლება. მანჩო, ველოდებით თქვენ სურპრიზს. რა მოგიბზადეთ? ანუ სურპრიზზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტე ანუ რაღაც თქვენს გადაცემას ძალიან ხშირად ვუყურებ და არ ყოფილა ჯერ ისეთი გადაცემა, რომ ანუ გაეკეთებინათ კოქტეილი. ჩვენი საფირმო. ჩვენი საფირმო.
მანანა ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო მე გთხოვთ რომ მიბრძანდეთ შეხვედრების ოთახში ძალიან მოგეწონა თქვენი დამზადებული კოქტეილი და მიხარია ძალიან რომ მოგეწონათ დაელოდეთ ბატონი ბაჩუკის გადაწყვეტა და იცით რა თქვენი სახელები მაინტერესებს ორივე გამახსენეთ მე მქვია მანანა ჩემს მეგობარს ნინო კარგით ნახოთ აბა ჩვენი მესამე კანდიდატი ეკა პერანიძე გთხოვთ ეკა სტუდიაში ხელებულით ასევე ჩემი კრებულები ძალიან სასიამოვნო კაცები იცოცხლეთ მე ვარ ეკა პერანიძე მოვედი მეგობართან ერთად მამუკა მიროელაშვილთან ძალიან სასიამოვნო გამარჯობათ მოდით ნახოთ სიუჟეტი თქვენ შესახებ და შემდეგ უკვე გვექნება იმის საშუალება რომ ვისაუბროთ ეკა პერანიძე იურისტი 26 წლის ასაკში დაქვრივდა ყავს 11 წლის ქალიშვილი ყოფილი მეუღლე ერთი ნახვით შეუყვარდა ამბობს რომ იცის რა არის ნამდვილი სიყვარული ტრაგედიის მიუხედავად ცხოვრებაზე ხელი არ ჩაუქნებია არის რისკიანი გაბედული ენერგიული თამაშობს ტენისს მაგიდის პინგ-პონგს დადის კარატეზე ამბობს რომ დეპრესია ვარჯიშმა გადაატანინა არადროს უთქვამს სიტყვა დავიღალე ასაკს ვერ გზნობს ყოველი დღე უხარია განსაკუთრებით უყვარს ცეკვა არის ვეტერანთა პირველადი კავშირის თავმჯდომარე 80 წლის ვეტერანები ყოველ 9 მაისს საცეკვაოდ მიჰყავს კეთილი და სანდო ადამიანია ამბობს რომ თუ არ გიყვარს ოჯახი არ უნდა შექმნა მეგობარ მამაკაც არ გაიჩენს წუთიერი არაფერი ხიბლობს ძალიან კარგი სიუჟეტი იყო თქვენზე და იქნებ მოგიყვეთ აი ამ ვეტერანებთან ურთიერთობას. საიდან მოხვდით ამ ადამიანებთან? ჩემი მეუღლე იბრძოდა აფხაზეთში. სამწუხაროდ ომიდან რო დაბრუნდა მე შემდეგ გავიცანი, ომის მერე გავიცანი. მეუღლე რო გარდამეცვალა, მაშინ მივაკითხე ვეტერანთა კავშირს. ის შეღავათები რაც ჩემ მეუღლეს ჰქონდა, ჩემზე გადმოვიდა და ჩემს და ჩემს შვილზე. და ესე მოვხდი ვეტერანთა კავშირში, მე მთხოვეს რომ იყავით ჩვენთან და ამირჩიეს პირველადი კავშირის თავმჯდომარედ. მე ნამდვილად არ მithქვამს უარი, იმიტომ რომ ეს რაც შეეხება ვეტერანებს, მიყვარს ყველას მოვეფერო, ეს ჩემი მეუღლედან გამომდინარე მესმის მათი ტკივილი, იმიტომ რომ იგივე ტკივილი გადავიტანე. რამდენი წელი რა თქვენი მეუღლე არის გარდაცვლილი? 11 წელი. 11 წელი. და დღემდე ვარ ვეტერანთა კავშირში და ვეფერები ვეტერანებს, მე მყავს ჩემი ვეტერანები რაიონის მიხედვით და ყველასთან მივდივარ ოჯახებში, მიყვებიან როგორ იბრძოდნენ და უხარიათ ჩემი მისვლა. და ესენი უმეტესი ნაწილი თქვენი მეუღლის მეგობრები არიან. მეგობრები არიან, დიახ და კარგია რომ თქვენ მათთან არ კარგავთ ეს. ამ საქმეში ვარ და თან მინდა რაღაცა რომ გავაკეთო. ანკეტაში წერთ რომ ჩემი შვილი მთხოვსო რომ გავთხოვდეო და ნამდვილად. გოგონაა თუ ბაჟია? გოგონაა. გოგონაა. ანუ ამ მეუღლის გარდაცვალების მერე თქვენ ანუ სიყვარული არ წვევიათ და არა ნამდვილად არ წვევია. ალბათ ყველას მას ადარებთ არა? ამ ტრაგიკული სცენების მოსმენით დაიღალა. დაიღალე ხო? შენი დაკარგული სიყვარული იმის გეგმებით, ახლა ამის მკვდარი ქმარი და ეს შედარება არ არის კარგი. არ არის. იმიტომ რომ შეიძლება ისეთი ადამიანი არ შემხვდეს, მე როგორც ჩემი მეუღლე იყო. ცხოვრება გრძელდება, მე ამ დეპრესიიდან ეხლა მე თვითონ გამოვედი. მე თვითონ გამოიყვანე ჩემი თავი. ამ აი ცეკვა მიყვარს ეს ვარჯიში, ანუ მე სხვანაირად არ შემიძლია, მე რაც ვარ იმას გამოვხატავ. არ შემიძლია ვიჯდე და მე რო დავჯდე, ვიქნები სულ მუდმივ დეპრესიაში. ანუ ენერგიის სავსე ქალბატონი ხარ და რეალიზებული ხარ და ანუ კარგად გზავთ თავს, ეს ძალიან სწორია. აი სულ მინდა რაღაცა ვაკეთო. აი ახლა მინდა ვთქვა, ეს ჩემ შვილისთვის ვაკეთებ, იმიტომ რომ მე რო დღეს ვაგრძელებ ცხოვრებას ჩემ შვილისთვის, შვილი მაძლევს სტიმულს და მინდა არც აგაქვთ უფლება რომ დედა ხარ პირველ რიგში და თქვენ სჭირდებით ჯანმრთელი და ლამაზი დედა. თქვენს მეგობარს მინდა რომ დავეკითხო, როცა გადაწყვიტა ეკამა მოსულიყო ამ გადაცემაში, აი მაშინ თქვენ რა ურჩიეთ?
მე ულში რომ მიეხედა თავის ცხოვრებისთვის მართალია ეს გოგო, იმიტომ რომ რა არის იცით, როდესაც ესეთ ნაბიჯს გავა და მithumetas მარტო არ უნდა ცოდვა მარტოა, იმიტომ რომ ამდენი წელია ეს მეუღლე აღარ აქვს ამ ვეტერანი ხუთ ახალგაზრდა ჯერთი ახალგაზრდა ასაკს ვერ აღგზნო ასაკს ვერ გზნობს სიმართლე რომ თქვა აი სულ ენერგიით ავსია სხვა ეხლა ამის ეს ასაკი რომელიც უნდა იგრძნო იცით რა აი ამის 30 მეტრის ან სხვა რო ყოფილიყო შეიძლება ჩამოეყარა და ეთქვა რომ არა ეხლა რომ მოვდიოდი ამ გადაცემაში საერთოდ ადრე უფრო ვაქცევდი ყურადღებას რომ აი ეს ადამიანები თქვა რა სიტყვიან ჩემზე იქ მივიდე თქვა ამაში მე ეხლა ცუც ვერაფერს ვერ ხედავ მე ცუც არ გავაკეთებ შეცდომა მე არ მეპატიება ამიტომ მე ისეთი ნაბიჯნა გადავდგა რომ ისეთი ადამიანი შემხვდეს ვისაც მე შევიყვარებ და მე ვეყვარები ჩემთან და ჩემშვილსაც შეიძლება. როგორ ფიქრობ, ბაჩუკი არის ეს ადამიანები? სხვათა შორის უსმენდი და ხასიათები ემთხვევა. ხო. და რა თვისებებს აფასებთ ყველაზე ძალიან? მამაკაცი ახლა რაც მე შევატყვე, ჯენტლმენია, იცის მანდილოსნის პატივისცემა, პირველ რიგში აი იმას ვაკვირდები, უნდა იყოს თვილი ადამიანი, რა თქმა უნდა. ეხლა მე რაღაცები ჩამოუთვალო რომ აი ეს უნდა გამიკეთო ეს არა ეს თუ ადამიანი შეგიყვარდება ეს თავისით მოდის ყველაფერი ანუ მე არ ვარ ის პიროვნება რომ რაღაცა დაუყენო წინ რომ აი ეს უნდა გამიკეთო ეს უნდა გამიკეთო სხვა რო არის მოწყენილი და ჩემსავით თქვა დეპრესიაში რო არის მე იმას ვახალისებ რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო ყოველთვის მივდივარ და ვფიქრობ რომ ის ადამიანი გამოიყვანო მდგომარეობიდან ანუ ჩემ თავზე აღარ ვფიქრობ მინდა რომ ის ხალისიანი იყოს ყველა ჩემს გარშემო ვინც არის უნდა იყოს ხალისიანი და ცხოვრება ხო მაგრამ ეს საკუთარ თავზე ფიქრიც არის იმიტომ რომ გინდა რომ შენ გვერდში იყოს ის ადამიანი რომ ისიც თალყავდეს თავს არასდროს არ მიმართლებს გეტყვით ბევრი დაბრკოლება მაქვს მაგრამ არასდროს არ ჩამიქნევია ხელი ცდაბედის მონახევრია ყოველთვის მithქვია და ჩემი დროც მოვა და შემხვდება ის პიროვნება და აუცილებლად შეხვდება დამერწმუნდა. იცით რა, იქნებ წაგეკითხათ ლექსი, იმიტომ რომ ბაჩუკი წერს ლექსებს და ძალიან კარგი შემფასებელი. ეს სიყვარულზეც დამიწერია მე, მაგრამ ეს ადრე დაწერილი, ახლა უცბად ვიპოვე და საერთოდ არ ვიყვარს ჩემი სევდიანის წინ რომ მოახვიო რა სხვა ადამიანს. ანუ ეს არ ჩამითვალოთ იმათ. არა, რა ზანდად პირიქით, დიდი სიამოვნებით მოგისმენთ. ამ ლექსს აი უფრო ჩემ მეუღლეს უფრო მიუძღვნიდი რაღაც, იმიტომ რომ ესე უცბად დაწერილია და რაც გულიდან დიდი ხნის წინ დაწერილია. უცბად ვიპოვე, დღეს ვიპოვე სხვათა შორის. დავარქვი უსაზღრო მონატრება. არ ვიცი უშენობას როგორ გაუძლებ. ფიქრებით მუდამ შენთან ვიქნები. სევდა მომაწვება უზომოდ დიდი თვალებს ცრემლებით ამიმღვრევს დარდი შორს ახარ მაგრამ ჩემთან იქნები ჩურჩულით მოვალ შენთან და გეტყვი რა ძვირფასი ხარ ჩემთვის და ტკბილი ფიქრებით მაინც ვიქნებით ერთად და ეს სიშორე ვერაფერს გვიზამს ჩვენ მუდამ ერთად ვიქნებით ყველგან რაღაცნაირად თუ ახლა ცოტა იუმორს შევიტან იუმორით რო ვთქვათ კახური კინო რო არის სიყვარული ყველას უნდა 100 წელი რომ გავიდეს მაინც ჩემი ქმარი ქვია ნამდვილად ხო აი ასეთი წარმოდი ხო და არ გაგიჭირდებათ მე თან თქვით რომ ჩემი მეუღლის ხო მაგრამ ეს ლექსი ადრეა ტრიალებთ ნის არ გაგიჭირდება ანუ ჩანს რომ კარგი მეუღლე ყავდათ და ძალიან დიახ აი ეს ამის ისმიდა მე ვთქმა რომ მე მყავდა დიდი სიყვარული მქონდა გამოვცადე ეს დიდი სიყვარული მესმის ამ სიყვარულის და იყავით ბედნიერი იმ პერიოდში ის დაამთავრდა და მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ ეკა არის ბუნებით მაძიებელი ადამიანი ესეთი პროგრამაა ეძებს რომ მინდა ისეთი პიროვნება ეძებს თავის მეორე ნახევარს ეძებს ადამიანს ვის გვერდითაც შეიძლება დაუშვათ იგივე ოჯახი შექმნას მომავალი შვილები გააჩინოს ეძებს საკუთარ თავს მას საკუთარი თავიც არ აქვს ჯერჯერობით ბოლომდე ნაპოვნი და აღმოჩენილი ეს აუცილებლად ეს მომენტი დადგება მის ცხოვრებაში როდესაც აი ამ ყველაფერს ერთდროულად იპოვის ძალიან მაჟორული ადამიანია ძალიან ენერგიული ადამიანია ნუ ბოლო ვერძია ოპტიმისტია უყვარს წიროდესაც მინდა და სხვათა შორის ძალიან კარგი თვისება აქვს ის რომ რა სირთულეებიც არ უნდა იყოს მის ცხოვრებაში და რასაც არ თავაზობს ცხოვრება ყველაფერს უმკლავდება და მაინც წინ მიიწევს ჩემი აზრით უფრო რეალური იქნება ლოგიკურიც თუ აირჩევს ეკას მაინც ქალი ვარ და სუსტი ვარ. ყოველთვის მithქია. ეს ურთიერთობებში. მე მინდა რომ მამაკაცი ჩემზე ძლიერი იყოს და მამაკაცს კონდეს ოჯახში თავისი ადგილი.
მამაკაც უნდა მივეყდნო, მამაკაცი კი უნდა მომეყდნოს მე. ხო, იცით თქვენ ამდენი წლის განმავლობაში რომ მარტოსდით თქვენ შვილს, ძალიან ბევრი რამე დაგაწვათ ხრებზე და შესაბამისად ქალიც თქვენ ყავით კაციც და ამიტომ ბევრი რამ იტვირთეთ თქვენს თავზე და აუცილებლად ჭირდებათ შვება. აუცილებლად ჭირდებათ, რომ შვენიერი ქალბატონი ხარ და აუცილებლად უნდა იპოვოთ ის ადამიანი, რომელიც თქვენ ღირსეულ მეგზურობას გაგიწევთ. თქვენ ნამდვილად იმსახურებთ ამას, ჩემო კარგო. თქვენ ნამდვილად იპოვით. ერთს ვიტყვი, რომ ეხლა აქ რომ მოვდიოდი, შეიძლება ბევრს მოეწონოს. ბევრისთვის გაკიცხვის იმაში მოხვდე უბრალოდ. არა, მაგაზე ნუ ფიქრობთ, იმიტომ რომ ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, ვინც სხვის ცხოვრებაში იქექებიან. ხო, ეგ არ არის პრობლემა. თქვენ უნდა იცხოვროთ თქვენი ცხოვრებით, იმიტომ რომ ცხოვრება თქვენ გეკუთვნით და თქვენია. ანუ მამაკაცი მე რო შემიყვარებს, იმასთან ერთად ჩემი შვილიც უნდა რა თქმა უნდა, თუ შეგიყვარებთ, ესე იგი ერთად უნდა შეგიყვაროთ, თუ არა და არ ამაში. არა, ეს თავისთავად. პასუხისმგებლობა ამაში. რა თქმა უნდა, ეკა ველოდებით თქვენს სიურპრიზს. სიურპრიზად ვიცეკვებ. ნუ ძალიან კარგი თქვენს თვალწინ მინდა ვიცეკო ტანგო. მინდა რომ გამოვცადო ჩემი თავი და ამაში დამეხმარება თელას მოცეკვავე გიორგი ბარნაძე. კი ბატონო. მე ჩემი თავი და გამოვცადო. მე მგონია ვიცი, მაგრამ მომენტში აი აქ უნდა ვიცეკო და დამეხმაროს. კი ბატონო, დიდი სამონებით. ძალიან კარგი იყო, მე მინდა თელას მოცეკვავეს გიორგის ძალიან დიდი მადლობა უთხრა, ის არაჩვეულებრივად ცეკვავდა. ძალიან დიდი მადლობა ეკა, გთხოვთ მიბრძანდეთ შეხვედრების ოთახში, ჩვენ პატარა შეჯამებას გავაკეთეთ და მე ვნახოთ როგორ არჩევანს გააკეთებს ბაჩუკი. მადლობთ. რეკლამა ვნახოთ იმედის არხს. ჩვენ დავბრუნდით ეთერში და ბაჩიკი, მოდით ახლა ჩვენ გავაკეთოთ პატარა დასკვნა. დიახ, სამივე ქალბატონზე, ესე ვთქვათ, ვისაუბროთ. პირველი იყო ლიკა. სანამ ამ სიმართლეს გეტყვით, მანამდე მინდა ერთი რამ პატარა სიურპრიზივით. თქვენთვის კი არა, ჩემი მეგობრისთვის იქნება სიურპრიზი ახლა ეს. არ იცის მან რაღაც მოვიტანე და არ იცის. აი ეს საჩუქარი არის. გია მე გავაფორმე შემდეგ რომ აი ეს 12 წლის წინ ახსოვს ეს რაღვინო არის საფერავია თუ რაღაც ხო ანუ აი ეს მომიტანა და მე უთხარი ამას შევინახავ მეთქი და როდესაც ცოლს მოვიყვან ქორწილში მაშინ გავხსნათ ასეთი მაგრამ რამდენიმე ჩაეცინა იქ აბა კაიხანი მოგვიწევს 20 ამის დალევის. აი ეს შენახული მქონდა და მოვიტანი აქ მე აქ ვტოვებ აქ უკვე. აი ასე მინდა რომ აი გავწევ. ცითრა ყველაფერი მაინც ძალიან კანონზომიერია, რა თქმა უნდა. მე სულ ვამბობ, რომ შემთხვევითობა არ არსებობს. თქვენ ნამდვილად იპოვით თქვენს მეორე ნახევარს. მე ამაში ეჭი არ მეპარება, იმიტომ რომ საოცრად რომანტიკული ადამიანი ხარ, ძალიან სიმპათიური მამაკაცი და ნამდვილად ღირსი ხარ. მადლობთ კომპლიმენტისთვის და ყავდეთ. კარგი ქალბატონი ყავდეთ გვერდში. პირველ რიგში დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი ბუკეტებისთვის, რომელიც სპეციალურად გადაცემისთვის მოამზადა მაღაზია ბუკეტ შოპში და დიდი მადლობა რომ მოგვართვით. ეხლა სიტყვა თქვენზეა. ნამდვილად რაც შეეხება პირველ ქალბატონს
ნამდვილად რაც მაშინ უთხარი მე ძალიან დიდი ემოციებით ისაუბრა იმ სიყვარულზე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დღესაც უყვარს ლამის. ამ შემთხვევაში ჩემი თავი იქეთ გვერდით დავინახე ძალიან გვერდით. მეორე იყო ეკა, ხო? არ მეორე იყო მანანა, მესამე გახლავთ ეკა. არა, მეორეზე მაგ ჯერჯერობით საუბარი. ხო, და სიმართლე უნდა ვთქვა მეთქი ეს მოყოლი არ ეწყინება. მეორე უფრო მომეწონა მე. მე მგონი გეგმაში დაინახეთ თქვენი თავი, ხო? არა, მეორე მისი მეგობარი უფრო მომეწონა მე. მეგობარი. ის სტილი მომეწონა. ეხლა არ ვიცი ის ნინო, თუ არ ათხოვილია თუ არ არის. ეს სისფერთვალება უნდა ანუ ნინო არა. სისფერთვალება არ არის, მაგრამ თვითონ სტილი. შავგურემანია. ხო, მე ხო ვთქვი შავგურემანი შეიძლება იყოს მეთქი, მაგრამ ის სტილი რაც არის, აი ასეთი სტილი, აი ასეთი სტილი მომწონს. ხო, შეიძლება ნინო არ ქნეოდა თეა ყოფილი. ნინო მოგეწონა. აი სტილი ასეთი არის. მე ხო უბრალოდ არ ვიცი გათხოვილი თუ გათხოვილია ღმერთმა კარგად ამყოფოს ოჯახში, თუ არა კიდე ღმერთმა ხელი მოუმართოს. მაგრამ აი ასეთი სტილი მომეწონა. ანუ გოგო ჩუმად იყო არაფერი არ ვლაპარაკე, მაგრამ ხო, მე ვთქვი სტილი. შეხედეთ და მიხვდეთ რომ ეს ხო. შეიძლება ეხლა რომ ესაუბრა, არ ამგონია რომ შემცლოდა ხა წარმოდგენა ასე. მაგრამ თავარი ეს პირველი შეხედვა ეს იყო. ახლა მესამეს რაც შეეხება ყოველ შემთხვევაში ჩემნაირი ადამიანისთვის პირადად მე ვფიქრობ ასეთი პასუხისმგებლობის აღება ოდნავ რთულია. თუ ავიღებ ის ბოლომდე უნდა გავაკეთო მე, მაგრამ მზად არა ვარ ნამდვილად ტყუილად. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. კი, რა თქმა უნდა, ვარა. ესე იგი თქვენ დღეს არჩევანს არ აკეთებთ მე როგორც მივხვდი. მეორე გოგოს მეგობარს არავინ არ გამოგატანდებოდა. არა, ეს კი ვიცი, აუღნიშნე. ამიტომ მე როგორც მივხვდი, აზრი აღარ აქვს უკვე თქვენს. აი, პირიქით რომ ყოფილიყო, ხო, ნამდვილად შედგებოდა ჩემგან და რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი არჩევანია, ჩვენ აბსოლუტურად გიჭერთ ხარს და მივესალმებით თქვენს არჩევანს. ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ კი დაფიქრდით, იყავით გაბედულები, გამოაგზავნეთ აუცილებლად ანკეტა იმედის საიძე და იპოვეთ თქვენი მეორე ნახევარი გადაცემაში ხანუმა.